ხომ ვიდეოს უყურებ და ეს ვიდეო თუ შენს ფორიოზეა. ნახოთ საჯარო გაშლა სახელწოდებით სამყაროს მესიჯი შენთვის. ზოგჯერ სამყარო მესიჯებით გვესაუბრება, მაგრამ ჩვენ რატომღაც არ გვესმის ეს საუბრები. ჩვენ რატომღაც ვერ ვიგებთ ამ საუბრებს, რადგან ბევრჯერ და სხვადასხვა ტონებში ნათქვამი უბრალოდ რაღაც კონკრეტული მდგომარეობიდან მობებიდან გამომდინარე ნათქვამებიც კი შეიძლება არ გვესმოდეს და ახლა ვიკითხოთ სამყაროს მესიჯი შენთვის რა არის ამჟამად. ანუ გამოდი რა ამ გაბრაზებულობის მდგომარეობიდან, აღარ მოგვეძრდა ადამიანო. გამოდი რა ერთხელ და სამუდამოდ როცა შეხვალ ამ მდგომარეობაში, შენი პრობლემა იცი რა არის, რომ აი ვერ გამოდიხარ ვერასდროს ამ მდგომარეობიდან. და უბრალდები იმიტომ, რომ არასდროს არ გეგმის რაღაც კონკრეტული საკითხებიდან გამომდინარე, როგორ შეგიძლია რომ ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე. და იმიტომ უნდა გამოხვიდე მდგომარეობიდან მარტო იმიტომ, რომ საკუთარ თავს დაეხმარო, რომ სირთულე გადალახო და რაღაც შენი თავის ბავშვურობა, სილაღე და ელემენტარული პატივისცემა დაიბრუნო, რომელიც არ გაქვს. და როგორ შეიძლება სიყვარულში ვინმეს ისე უყვარდე და ვინმემ შენი სიყვარული აღიქვას თუ შენი თავი არ გიყვარს. აი მიპასუხეთ რომელიმე თქვენგანი, რომელიც მისმენთ ამდენი ათასი ადამიანი მიყურებთ, ხო? თუ შენი თავი არ გიყვარს, ხვა როგორღა შეგიყვარებს. მე ამას ვსაუბრობ, ამაზე აი სულ ამაზე ვსაუბრობ ჩემს ვიდეოებში. გადაავლე თვალი რომ შენ გიყვარდე შენი თავი. ყველა უამრავი ადამიანის პრობლემა არის რომ არ გიყვართ თქვენი თავი. ხო და დაიწყე რა ეს რაღაცა სიყვარული შენი თავის ასე არ გამოვა სხვა რაღაცები, ანუ პრიორიტეტები ვერ დაალაგდება ასე. და სამყაროს მესიჯი ის არის რომ შენი ძალა შენივე თავის სიყვარულშია, ნუ ატყუებ შენ თავს. ნუ ატყუებ, იმიტომ რომ შენი ძალა შენივე ენერგიებშია და არ არის აქ შენი თავის სიყვარული, არ ამოდის ის რომ შენ თავს პატივს ძენ. ხო და მესიჯი ის არის რომ გიყვარდე საკუთარი თავი, ეცი პატივი საკუთარ თავს. დაანახე რომ შენ თავს დაფასებ, თორემ შენ თუ ის შენგან ვერ დაინახავ შენი თავის დაფასებას, დღეს ვითომ თუ პატივისცემით მოგეპყრობა ხვალ იგივენაირ უპატივცემლობაში გადაგიყავს. ეცადე რომ პატივისცემით მოეპყრო საკუთარ თავს. მესიჯი არის ეს. ნახვამდის და ნერვები აღარ